აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად აგრძელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მოსახლეობასთან შეხვედრებს. მინისტრთა კაბინეტის წევრები ადგილზე ეცნობიან დევნილთა პრობლემებს და ახდენენ არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იძულებით გადაადგილებულ პირთა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრებთან ერთად თბილისში მეტრომშენის დასახლებაში რამდენიმე ობიექტზე იმყოფებოდა. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ლაბუჩიძე. ვაგრძელებთ შეხვედრებს ჩვენ დევნილ თანამოქალაქეებთან, მათი საჭიროებების ანალიზის კუთხით და ჩვენი რეაგირების მოხდენის კუთხით. აფხაზეთის მთავრობის მთავარი მიზანია, რომ მათი საჭიროება, სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ჩვენი რესურსის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და მჭიდრო კომუნიკაციით ვცდილობთ ყველა იმ პრობლემის და გამოწვევის აღმოფხვრას, რაც მათ წინაშე დგას. ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა, იყო ძალიან კარგი კომუნიკაცია, ძალიან თბილი კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პრობლემებზე, გამოწვევებზე. ვფიქრობ, ადგილობრივი ხელისუფლებაც და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც ერთობლივად იმ პრობლემებზე, რომელზეც აქ დაისვა და ითქვა, რომ ეს არის მათი ერთ-ერთი თავარი გამოწვევა, ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ამ გადაჭრის გზებს მოვძებნით და აუცილებლად გადაიჭრება ეს პრობლემები. ხშირად გსტუმრობენ და ხშირად გვეკითხებიან თუ რა გვჭირდება, და პრობლემები გვაქვს სახურავთან რაღაცებთან დაკავშირებით და უნდა შეგვიკეთონ. მოსახლეობასთან შეხვედრები შედგა დიდუბის რაიონში, სადაც კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე განათლებისა და კულტურის მინისტრები შეხვდნენ, რომლებმაც მოსახლეობის საჭიროებები დეტალურად მოისმინეს. შეხვედრაზე იმყოფებოდა დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჩხარტიშვილი. მთავრობის თავმჯდომარის დავალებით აფხაზეთის მთავრობის წევრები ინტენსიურად ვახორციელებთ კომპაქტურ ჩასახლებებში ცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს. იდენტიფიცირებულ პრობლემებზე მთავრობის მიერ და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით უკვე მიმდინარეობს რეაგირება. ამჟამად ვიმყოფებით დიდუბეში წერეთლის ქუჩაზე, სადაც შევხვდით მოსახლეობას, მოვისმინეთ მათი პრობლემები, გავაანალიზეთ მათი გამოწვევები და ერთობლივად როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ისე აფხაზეთის მთავრობა უახლოეს ხანებში გადავჭრით და მოვაგვარებთ ამ პრობლემებს. დედაქალაქის გარდა დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა რეგიონებშიც. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ქალაქ ქუთაისის მერობის კანდიდატთან დავით ერემეიშვილთან ერთად ქუთაისში განსახლებულ დევნილებს შეხვდა. გაიცნო კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებთა პრობლემებს და მათთან ერთად განიხილა მოგვარების შესაძლო გზები. ვაგრძელებთ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სტუმრობას და გარკვევას იმ პრობლემებში, რაც მოსახლეობას აწუხებს. თავმჯდომარის დავალებით ჩვენ უსწრაფეს ვადებში დავიწყებთ ამ პრობლემების მოგვარებას. დღეს ქუთაისში გავეცანით ვითარებას, არის გარკვეული საყოფაცხოვრებო პრობლემები, შენობის ფასადის მოპირკეთების, შიდა სივრცის მოპირკეთების და კეთილმოწყობის და უსწრაფეს ვადებში დაიწყება ეს სამუშაოები და ჩვენი დევნილები აუცილებლად ღირსეულ პირობებში გააგრძელებენ ცხოვრებას. აფხაზეთის მთავრობასთან ერთად ჩვენ უკვე რამოდენიმე შეხვედრა გავაკეთეთ ქუთაისში კომპაქტურად დასახლებულ მოქალაქეებთან, ვისმენთ მათ პრობლემებს და ერთობლივი ძალებით აფხაზეთის მთავრობა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვპირდებით, რომ დროულად იქნება ყველა აღნიშნული პრობლემა ჩვენამდე მოტანილი აღუქვა. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები აღნიშნავენ, თითოეულ პრობლემასა და საკითხს, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრებზე იკვეთება, სამუშაო ფორმატში განიხილავენ და ეტაპობრივად რეაგირებას მოახდენენ.